კადასტური ჯოხი ტრაქში გაიკეთეთ. აი მე რა შეჩება დაიჭერე. მოიმე დედა. ვაა. ეხლა ეს რაღაცას გეტყვი. ბებია შენი რომელსაც ისედაც უწევს. ბიჭო, კაი. ბავშვია და ყდობა და ახალწლდება. ანუ რეალობაში მკვლელია ტიპი. ტრამვაის სასამართლოს 3-დან 13 მოთამაშემდე თამაშობს. ყოველ რაუნდში ერთ-ერთი მოთამაშე არის კონდუქტორი, ხოლო დანარჩენები ორ გუნდად იყოფიან. გუნდები ინაწილებენ ლიანდაგის ორ მხარეს და მათი მიზანია კონდუქტორის დარწმუნება იმაში, რომ მატარებელმა მოწინააღმდეგის ლიანდაგზე გაიაროს. რაუნდის დასაწყისში ორივე გუნდი თავის ლიანდაგზე დებს შემთხვევით შერჩეულ ბარათს, კეთილი ბარათების დასტიდან. შემდეგ ორივე გუნდი იღებს 3-3 ბარათს სამივე დასტიდან და თამაშიც იწყება. რაუნდი 3 ფაზად იყოფა. პირველ ფაზაში ორივე გუნდი ჩამოდის თითო კეთილ ბარათს და დებს თავის ლიანდაგზე. შემდეგ ორივე გუნდი ჩამოდის თითო ბოროტ ბარათს და ათავსებს მოწინააღმდეგის ლიანდაგზე. და ბოლოს ორივე გუნდი ჩამოდის თითო მოდიფიკაციის ბარათს და ათავსებს სურვილის მიხედვით ან თავის ან მოწინააღმდეგის ლიანდაგზე. პარალელურად მოთამაშეები ძალიან ცდილობენ დაარწმუნონ კონდუქტორი, რომ მოწინააღმდეგის ლიანდაგზე გაიაროს მატარებელმა. ბოლოს კი კონდუქტორი აკეთებს მძიმე არჩევანს და დამარცხებული გუნდის წევრები იწერენ ერთ სიკვდილის ქულას. თამაშის ბოლოს ის მოთამაშე, რომელსაც ყველაზე ნაკლები სიკვდილის ტოკენი იქნება დაგროვებული, იგებს თამაშს. გარჯო მეგობრებო. ეს ტეტრის და ოქტოპუსის ყოქ. რა ტეტრისი ბიჭო, რა ვაი ხაუდგები წავალ აქედან. როგორ იგაბრებათ? მე ყოლეთ ვიწვალე ჩემ არხზე ამდენი რომ ტეტრისად მომიხსენიოთ. ალეკუმიტე მეგობრებო, დღეს რაბანა ხავს თუმრად ტიკტოკერი. ბატონი არტური, ხო? და ლუკა კალატოზი გიოს ძმა. გიორგის და მე ახალი მოიფიქრეთ. დამწვარი იმურიტეტია. მე ახალი მეთქი. ტენის მადლობა პირველად. ის ხო ახალი გასაძახ. მადლობა. თუ ნოყარებია, მეტნაკლებად. რაბანასგან გაცხოვებით ყარებია სამაგიდო თამაშები. რაბანა ვერაც ვერიგებს და მაგით ვარ ყავს. ეხლა ნახოთ. ვერაფერს ვერიგებს. ნახოთ აბა. და ჩვენი ცოტნერი არის ჩვენი კონდუქტორი. მე მირჩევნია ვერ მოვიგო ვიდრე ჩემ ძმაკაცებს ხუში ვერ დავეხმარო. ჩვენ რატო არ დავარგინა ცალ-ცალკე? არ ვიცი ერთი ვერ. ცოტნე კონდუქტორად ავაგებია. მე ეს მართლა შეხარ ერთი წარმოგინა. კალატოზი ძმა. შეხარ ერთი ვიღაცა. ვირიქით. ლუკა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე უხალისი იუთუბერი. არ არის საჭირო. ერთხლა. მე გუწბე და პიროვნულად ჩემს ერთ-ერთი ყველაზე Top 10. კარგი Top 10. ხარვისაც იუთუბზე ვიცი. ჩვენ არ ვართ ხო კაი ადამიანი. ერთ-ერთი მეტი. აი შეირგეთ კონდუქტორობა და შეახად ბაბა, თითო კომპლიმენტი ერთ კაცს. ვა, თქვენ ერთად რო იქნებით. მეგობრებო, პროვოკატორები მოიწვია დღეს გადაცემა. კომპლიმენტი იყო ჩვენ მხარეს, მე იმი არ ვახსენე. ამ შემთხვევაში მე რაბანა გამიკვირდა თავიდან ორი რაბანა ყავს რომ არ მითხრა. ერთ გუნდში ვარ და თქვენ ორი ნაკლებად მიყვარხართ. მეც უნდა მიყვარდეს ბენი, ანუ კი, კი. ნახეთ ერთ. რა დაგიშავე. არაფერი კაცო. და ვიწყებთ რა მოკლედ. ეხა კალატოზე. როგორ ვახენ აიღეთ ერთი ბარათი თქვენ. სექსუალური ტყუპები, რომლებიც შეზე გიждდებიან. ოპა. ვა. ანუ 4 არის. სკესი. კესი არ არის დაკონკრეტებული. ხალი რა თქმა უნდა. ან დავდე ჩვენ 4 სექსუალური ტყუპი. დავდე. ჩვენ ხარეს 4 ტყუპი და ჩვენ ხარეს რომელიც შეზე გიждდება. რავი. 4. იქით რა უნდა იყოს? არ ვიცი ხა, იქით მაქსიმუმ მე ლუდვა ვიცი შეიძლება გადაწოდოს. შენ ლოიალ კაცია. სანამ მაგას დავუწყებ, ჯერ რომ გააჟღერო რა არის. ჩვენ გვაქვს მუშა ტელეპორტის მანქანა. ვა, როგორ გაგიჭირდებათ ბიჭებო. ჩვენ? ხო, აბა, ჩვენ გაგვიჭირდება. გადაო, ჩვენ არანაირად ადამიანების სიცოცხლე დევს. ჩვენ ტაქსით მოძრაობა, ტაქსით კაი, მოდი მოძრაობა. მაშინ გავაფსიხებ ცოტა. ხო, ნელა გავართულეთ ახლა. შენი საყვარელი ქართველი ინფლუენსერი. წევს აქეთ. ერთი ინფლუენსერი 4 გოგო. საყვარელი ინფლუენსერი იყო. და 4 რენდომ, რომელსაც უყვარხარ. 4 რენდომ გოგო. აკეთადე? უყარო ხარ არ წერია, გიждდებიან. გიждდებიან, ანუ ესე მე რაღაც შეიძლება იყოს. 4 ადამიანი აქ ერთი. ტელეპორტის მანქანა თუ გინდა, მაგას ჯობია, ჰარი პოტერის შადოსნური ჯოხი გაქვს და ტელეპორტი. ტელეპორტი არ შეუძლია არა, მაგას. მაგრამ ბევრად ჰარი პოტერი ნანახი აქ ცოტნეს და იცის. ამით ხო იცი რა შეგიძლია იფრინო, მოდი გააჩინო. იფრინო, მაგით არ შეგიძლია. არ შეგიძლია. ხენა არ ქვილის და რაღაცებს მაგით ვერ ითამაშო. მინიმუმ ბოროტი ძალების დამარცხება შეგიძლია ამით რაღაცები გაიცნო. სამყაროში. ბიჭო, მე მაგლი ვარ და ვერ იყენებენ შევა, მაგლები. კაკრი. საქვია ჯადოსნური ჯოხებს და ასე არა. მოძალადე კაცი არ არის ყოველ შემთხვევაში ეს და ეგ რაღაცა არ დაჭირდება. ჯოხია. აი ლევიოსა მაქსიმუმ და ქვეყანას გამოაგდეს. ხის ნაჭერია. არა მარტო ცოტნე. ქვეყანას. ჯოხი არის ხის ნაჭერი. ჯოხი. ან წლისიც არ არის ჯოხიც არ არის. ცო მე მაინტერესებს შენთვის არ გვინდა შესავალი კაცო. საკუთარი ორგანოები და საკუთარი
სხეული რამდენად მნიშვნელოვანია? არა, თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. რობოტები მაგაზე პასუხს და რომელი ორგანოა ყველაზე მნიშვნელოვანი გვაინტერესებს? ყველაზე მნიშვნელოვანი, აი, რის გარეშე იქნებოდა შეუძლებელი, შეუძლებელი არა, მაგრამ აი, რა წარმოგიდგენია, რომ ძალიან შეგიშლიდა ხელს. ხო გაქვს პასუხი შენ. მე მაგ შენი მაინტერესებს. არა, უფრო პრაგმატულად პასუხი გვაინტერესებს. ბიჭო გვიძულა ამ კრები თორე შემოკარყავ. მითხარი. აი, მაგალითად ხელის გარეშე უფრო გაგიჭირდებოდა თუ ფეხის გარეშე ცხოვრება. ერთი ხელი. ერთი მითხარი რა. ერთი ხელი გაჩნია ხელს. აი, რა მნიშვნელობა? დადე, ბიჭო, რამდენი ელაპარაკები? დადე, ხლა მივიღე. ვიძლი და ექიმი რომელმაც შეცდომით არასწორი ფეხი მოგაჭრა. ხელია ორგანო, ფეხია ორგანო ჩემოდ. ანუ ფეხი ერთი არ გივარგოდა. და მეორე მოგაჭრა. ანუ ვარგისი მოგაჭრა. ანუ მეორე შენ მივიდა ექიმებთან, ესო ვარგაო და აი ესეთი რაღაცა გაგიკეთა. ჩემი აზრით ფეხის მაგივრად ის მომეჭრა. რობოტები თუ გიყვარს ცოტნე. დაუსაიდან დაიწყო. კი, არა, მე- პირსასრუტი. შესავალი რომ გაუკეთ ამხელა რა თქმა უთხარ პირდაპირ რომ შეშლილი მეცნიერია, შეშლილი მეცნიერია ხა შეიძლება. რომელიც მომაკვდინებელ რობოტს ქმნის. და თუ გადაუვლის ამას მატარებელი. ანუ შენ მოკლავს ეგ რობოტი, ხო, რა რა. თქმა უნდა. მაგრამ შენც მოკლავს უყურე, შენ ბეტონს და ჯადოსნური ჯოხი ტელეფონიასაც. გაქვს, რომლითაც შეგიძლია ვერ მოკლავ მაგ რობოტს, რობოტი მაგარია. მაგარია. ატო. და 4 ხუპი და იქნება ოპტიმუს პრაიმი არის თუ ახლა შეხედავ შენი აზრით. ადამიანების რაოდენობით. აქეთ არის ერთი კარგი ადამიანი, აქ 4. აქ 4 მოკდება თუ ერთი რა მნიშვნელობა აქვს ხუპები არიან. ხო, არა, ეს რო შექმნის მე რობოტს ხო მაინც და იქნება ყულა დაქვს ეს ჯოხი? იქნებ დესეპტიკონი ანუ ოპტიმუს ვერ პრაიმის ვიყენებ. ხელა რობოტი რატო ვერ იყენებ ეხა რას ბჟუტურობ შენ კაცო მომისმენ რას ვერ იყენ მომისმინე თავარა საკუთარ თავის გჯეროდეს შეუძლია და იცამე და მე მესმის რომ შენ რაღაცა თუ შეფასება შეიძლება ცოტა ისე კონდეს მაგრამ მე გეუნები არ იდეალური მამაკაცი ხარ ცოტნე შენ ხელში ესე შევხედე. შენ საყვარელი ქართველი ინფლუენსერი ვინ არის? ეხლა აქ ავიღებ. ვინ არის მაქსიმუმ ის იყოს რა ქვია გიორგი ალტოზე. გუნდიშა გუნდიშა ესე იგი. არ ვიცი რა ვინ არის საყვარელი ინფლუენსერი ინფლუენსერი. აი ეგენი ინფლუენსერი არ არის ინფლუენსერი აბა ვინ ჩემს ბიჭო რაღაც ეგავლენა ხო ახდენს ხალხს ეგ არის ინფლუენსერი არა ეგ ზოგადად არის მაგრამ ჩვენ ინფლუენსერად ვისაგებ ხო შენ ანუ რას ნიშნავს მე მაგას დღეს ავდექ და მე არა მე კოჩერცის წავისვი ან ეგრე ძმაო ლუკა არ არის ინფლუენსერი ინფლუენსერი ვარ აბა ვინო? ლუკა არ არის ინფლუენსერი იმა საყვარელიო. საყვარელი მე ინფლუენსერი ინფლუენსერი ვითომ ლუკა საყვარელი არის ვინ იქნება? ვითომ ლუკა კაცი ვიღაცა ტიპი რომელიც აი დავდე წავიდე იქნება საყვარელი. გაგიმარტივოთ ეხლა. ეხლა ისინი იწყებენ. აბა აი ცოტნე ვალები გააქვს ხო ახლა შეიძლება დაკაც. ცოტნე ვალები გაქვს რამდენად ბევრი გაქვს ეს საკმაოდ. საკმაოდ ბევრი ჩვენ ვიცოდით ეს ჩვენ გითხეს ეს ამბავი ჩვენ მოგვაწოდეს ეგ ამბავი და ცოტნე შენ ხვალიდან აღარ გექნება ამას სადარდებელი იმიტომ რომ ის ექიმი რომელმაც კარგი ფეხი მოგაჭრა ყველა ქართველს მათ შორის შენს გადაგიხდის ყველანაირი ეგეთი კაცი ვიცით ეგეთი პირობებიც ბევრი ყოფილა მაგრამ არ შესრულება ეს ასრულებს ეს მოცემულობა აუცილებლად შეასრულებს მაგას კი ფეხი შეეწირება მაგრამ ზატო ჩემი აზრით ფეხის დაკარგვა ჯობია მაინც გასაგებია იყო და მაშინ ახლა მერკანტილ უნივერსიტეტზე გარკვევს დაწუნებული. მაგრამ შენ სახ უფრო მნიშვნელოვანი ახლა ღირებული ალბათ უფრო არის ეს შენ საყვარელი ინფლუენსერი. ნო. და რა ბანელი? ვაჰ, გააშავებენ ახლა ვიღაცას მაგრამ. ჩემი ძმა რო იყოს უკლანი ადმინდა. მე ეგეთი არავს უნათესავი არავინ არ მჭირდება რა სერები მკვლელია 2-3 კაციც რო ყავს მოკლული. ვენერა ობოლაშვილი ამბობს ჩემი აზრით ფსიქოლოგიური მდგომარეობა ანუ სერვერია ეგეც მაგრამ ინფლუენსერი ვარო ორი კაცი შეიძლება რობოტი არის რომელსაც შეგვიძლია ჯადოსნური ჯოხით ჯადოსნური ჯოხით აქში გაიკეთე. მაგას გახტი პინოქიო შეგვიძლია გადააქციო ტიპი აი ყველაფერი დაიკიდე ტელეპორტის მანქანა გაქვს მუშა ლუდი გაყავი ხელი აი იმიდან არაფერში არ მოხდა არიკადა მაგის ვალიც აღარ გაქვს. მაღაზიაში ბანკი გაძარცვე ვაფშე დაიკიდე ცოტა თუ დააგვირდები დავწან ახლა ყველას კარგი აი, ადამიანები ცოტა ვაცადოთ. ადამიანები განაკ რატო არიან კარგი ადამიანები? შენ რა იცი ეს ტყუპები ვინ არიან კაცო? რომელიც გიждდებიან შენზე და ადამიანი შენზე რო გიждდება შეიძლება ეგ გადაიზარდოს ამჯერად ცუდა პათოლოგიური. სისულელეში. ამჯერად ცუდი ადამიანი შენს გაგიждდება
ბიჭო პათოლოგია არის ეგ რა. მე მჯერ. როგორ არ არის კაცმა ადამიანი ვინც ღირებულებებს ხედავს და გიყურებს. ის სულ ადამიანს ვერ მოეწონები. სექსუალური ტყუპები, რომლებიც შენზე გიждდებიან. ის კი არ არის რომ უთხნიანიან თან შეჭმა დაგხვდება. გიждდებიან შენზე. რა მნიშვნელობა აქვს მინიმუმის მაინც იცი რომ ცუდი ადამიანი არაა. მაშინ ეწერებოდა ცუდი ადამიანი. დავწონოთ ახლა ყველა სიკეთე და ვაცადოთ ახლა მეგობრებო. კაი, ახლა მოდი ვაცადოთ, ხო? აქეთ ხარეს არის ტელეპორტის მანქანა, რომელიც ბენკაის მოუტანს კაცობრიობას. კაცობრიობას თუ შენ თავს. კაცობრიობას. შენ ყოველ შემთხვევაში და ჩემ თავზე არ ვფიქრობ. ისე როგორც სულს, კი, იმიტომ რომ სულს მოუტანს. ტელეპორტაცია ერთ-ერთი მავნებელი ის არის, რა ქვია. ამას ექნება მარტო კაცო, იმას კი არ ექნება. არის თუ იზო. შეხი ხოლმე გახო. სერიული მკვლელი თუ არის ჩემი საყვარელი ინფლუენსერი, მაგას დავაჭერიეთ მე მაგას. ჩაჯდება ციხეში. ბევრ ძალიან ევასება სერიული მკვლელი და მაგალითად ჯეფრი დამერი ძმაო. აი, ფეხი მომაჭრა, ჯანდაბას მაგისტრავი, მაგრამ ყველა ქართველს თუ ბანკის ვალს უხდის. რამდენ ოჯახს გაახარებს და რამდენ ადამიანს გაახარებს. აქეთ ხარეს. არ გითხარს ხაზრი. სექსუალური ტყუპები რომელიც შენზე გიждდებიან. აი, გიждდებიან არ მომწონს. ხო, არც მე. ბიჭო, გიждდებიან რა, რავი, მე გიждდება. არასდროს გაგიჟებულა შენზე ეხლა და მაგითო. შენზე გიждდება. რაღაც ტრავმები ხო, გინა მითხრა შენ. თან ნახე. არა, თან ნახე რა დავაფიქსე, ნახე. ჩვენ მხარეს რაც დგას, ცოტნე ეს არა მარტო შენ გამოგადგება, არამედ კაცობრიობას გამოადგება მინიმუმ 2 წელი. რა, აბა რა ადგება. ჯოხი არ ტელეპორტი და ტელეპორტაციამ შეიძლება ისეთი რაღაცები გამოიწვიოს. ანუ კაცობრიობის როის ხაზი შეიძლება დაარღვიო, არ შეიძლება რაღაცებში ხელების ფათური ბიჭო რა. დროის ხაზი შეიძლება შენ იგულისხმე ტელეპორტაცია ვერ დაარღვიო. ეს შეიძლება დროის მანქანა იგულისხმე და ტელეპორტაცია მეგობარო. ტელეპორტაცია, რა გონია რა ბანახ ტელეპორტაცია ძალიან მაინტერესებს. დროში გადადის. მაგრამ აუი. მაგრამ რა შეიძლება ბიჭო. ეცალი სექსუალური ტყუპები ეს არის არ და რა დამაჯერებლად ლაპარაკობდი ბიჭო, რატო ჩამერიეს? არის ეს ალბათ შენ გავაცუცულა. ნახე ბიჭო, იმ კაცმა შეიძლება გაცილებით მეტი ადამიანი მოკლას იმ თავისი რობოტით რა. ხო, კი. ოპტიმუს პრაიმის ხმის, კაროჩე ბიჭო, აქეთ გაქვს მე მაგის ავტომატი რო აპარატო და ადგები კონტროლად გადააქცე. არა, მაგას აი, დაგედო აქ მოცემულობა რომ შეგიძლია გამოიყენო, უბრალოდ ჰარი პოტერის ჯოხია. არა, ჯადოსნური ჯოხია. ანუ ჯადოსნური ჰარი პოტერის ჯადოსნური ჰარი პოტერ შეეძლო ვოლდემორტის გადაქცევა ბაჭია. თუ კარგად იცნობ ჰარი პოტერის ლორს, თუ არ წაართვი ჯოხი, ის შენ არ გეკუთვნის და არ გემორჩილება. ასე რომ ჰარი პოტერი ნანახი არა აქ ტერი. ჰარი პოტერი როგორ არა დანახი, გამოგადგება. დაიწყებს და დავიწყოთ. დაიწყე. რაბარ შენი ვალი ვინმეს აქვს? არა. წარმოიდგინე აქვს. ვერ წარმოვიდგენ არა. წარმოიდგინე ეს მოცემულობა ხდება უკვე. ნახე, ეს შემახედე რა იდება. ეს უკვე მოცემულობა. პირით ხო არა, ამას ხო არა კვალი. და მე ვალე, რომელიც $100,000 დაგიბრუნებს. ანუ გაქვს თქო. ეგრე $100,000 დიდრდები ეგრევე ხვალვე. წამებში. თუ არა აქ შენი ვალი არავის შემთხვევით გიბრუნებს და უნდა მიცე უკანე ხარ. მიცე უკანე რა ის. ეს არის მოცემულობა. უყურე სახსვილი 3 წლის ბავშვები არიან. პატარა 3 წლის ბავშვები. ჭადრაკის ტურნირის ფინალური მატჩი აქვს. აი აქ რა ლიანდა. რა იქ რატო თამაშობენ შენ? არ დავფიქსირე. სად არის მაგის შობლები? დებილები არიან. მე საერთოდ არ ვიტყვით. არ შეგადებ ახლა ვაკ. 100,000 გიგის. სამწლის ბავშვი რას ისახი შეთეს. დებილები არის სად თამაშობენ ახლა შეჩება მოსაკლავები არიან. ბავშვია და არ მოეკითხება არიან, სამწლის ბავშვია თუ ფინალშია. არ მოეკითხება. მაგ ბავშვებს ისე გაგიფუჭებ ახლა მაცადი. შენი საუკეთესო მეგობარი ვინ არის? რა მნიშვნელობა აქვს? არა, გვაინტერესებს. იგი არის. ხო არსებობს. არსებობს. ხო და ეგ ადამიანი არის აქ. იმ ბავშვი. აი ვიზეც გაიფიქრე. ხო, ეს არისო. ვიდამე ხო უცხოვოთ. რაბან ზოგადად ვალი ადამიანი რომ დაიღუპება მის სასახლე მიაქვს მისთვის ყველაზე ძვირფას ხალხს, ხო, ეგრე არის ზოგადად რა. და ის სწორედ ეგოთხი ადამიანი დგას იქეთა ლიანაზე. ანუ მომავალში 100 წლის მერე შენი დიდი ალბათობით შვილთა შვილები დგარან რაბან. არ შენი ძმები შენი მაგაცი რომლებიც 4 ადამიანი რომელსაც ისე უყვარხარ რომ შენი სასახლე უნდა წაიღო. შენი შვილთა შვილები არიან შეიძლება. მაგულების წავიდეთ რატარია მაგულებს გაიგოთ. ანუ 4 კაცი ის 4 კაცი რომლებიც შენი კუბო უნდა ატარო. ჩემი კუბო შეიძლება ბევრმა ადამიანმა ატაროს. არა როგორ ასრულებია. თელმა საქართველოს შეიძლება ატაროს ეგრე? არ
რა. რანაირად? ნუ აბათ იმიტომ რომ სოფელი ადამიანი გავიგე შეიძლება შვილთაშვილი შვილი იყოს ეს რომ ზოგადად ისინი ატარებენ 150 წლის მერე მე როგორ ეყარება იმ შვილთაშვილს როგორ ეყარება რომ ჩემი ბაბუა ჩემი რაბადა შვილთაშვილი შვილი ყოველთვის ყველაზე ახლო ადამიანები ხო ყველაზე ახლო ადამიანები ეს რო იქნება 200 წლის აღარ იქნება ის ადამიანები ამისთვის ახლო ადამიანი დაიკავებს შენ რა გადაწყვეტ იქნება ხო აღკვდება აბა შეიძლება ამათ ამ დროს ერთმანეთს გადაუჩუჩულო შენ ძალიან დიდი იმედია ხო აბა ძალიან 200 წელი დაუნიშნა ნახე კლავენ ხვალ ისინი არა დავფიქსებოდი ისინი მე რა შუაში ბიჭო უეჭველიც ეს მინდა და ის არის მაინც მინდა როგორ არიცი და რა იზიგნებ თავის საუკეთესო მაკაცი არის ერთ-ერთი შეიძლება ეს ბავშვი სამათი ის რაღაცაა ორი ბავშვია აქეთ ღმერთმა დაგიფარო ძმაო ხვალ რომ მოკვდე აი ეს 4 კაცი შენ არის ძმაო ვიწარი მე გეტყვი იქნება 100 წლის შემოვიდა ეს 100 წელი ამას არა თუ შენი კუბო არ მიაქვს არ ყოფილა შენი ძმაკაცი და ეს თუ მოკალი ვერც მოკიდებს ჩემ კუბოს ხელს. კი მაგრამ ეხლა ის რჩება 4 კაცი ეხლა მოგდეს თუ მე ხო მიშო და ის ვინც 4 ყველაზე მეტად შენ გაფასებს და უყარხარ რომ ესე აგიღებენ და აგიღებენ მე მინახავს რომ ვიღაც ძმაკაცის ძმაკაც მია კაი მოდი განვიხილოთ არა ძმაო ინახავს არის არა ძმაო ძმაო საკუთარი თავი გიყვარს ვაიმე. საკუთარი თავი გიყვარს და აი ეგ ვინებიც არიან ხო იმაშვე წარმოგიდგინე საკუთარ თავი მათ გვერდზე არიან მომაკვდინებელი ფუტკრები რომელიც აგრეთვე ამათ შემდეგ შენთან მოვლენ და მოგკლავენ შენსკენ მოიმართები რა გზაში იმასაც მოკლავ იმათაც მოკლავ ბავშვებსაც და შენამდეც მოკლავ ეგ არის დაპირებებია ეს ხო არის დაპირებები მოიმართებია შენსკენ მოემართება შენსკენ რას ნიშნავს მოემართება მოემართება იმისთვის რომ გაკოცებ შეჭება იქნებ თაფლი უნდა ომცეს თაფლს არ აკეთებენ მკვლელი ფულები აკეთებენ მკვლელობებს მაშინ იქით ხარ ეს არის ლოთი მეზობელი რომელიც ხშირად ცემს თავის ცოლს კაი მე რა შეჩება დაიჭერე და ბიჭო ერთი პატრულში დარეყვა და დაიჭერე ხშირად ცემს არის უკვე რომ წლებია ცემს ხო და მე არ დაურეკია პატრულში არავის და დარეყავს რაბანა და დაიჭერენ მაგდ გენინსპექტირებაში დარეკე ერთი და ფუტკრები შო მე გეტყვით ახლა ეს თქვენ ძალიან უთხეში ხართ და გეტყვით აბა რა დადო ყველელი ფუტკრების ჯგუფი რომლებიც შენკენ მოემართებიან ეგ არ არის უეჭველი აღსრულებადი რა ეს ფუტკრები გზაშივე გაიფანტებიან რო რამე არა შენსკენ მოიმართებიან შემილია გავექცე მე ძალიან გაიქცე შეჩება დიანდაგზე გაღარ აი ფუტკარს საფრია კარიერა ჩემი მართლა ციგანი პირშიაც რა ეხა თუ ფუტკარი რაც სიჩქარე და მე ფუტკრები ჩემთვის ნაკმენი აქვს და კვლევს ნაკმენია სად არსებობს ყველელი ფუტკარი მე მოდი გავართულოთ აქ ორი ბავშვია რა ხო ეს პატარა ბავშვი ხო კი ბატონო ერთ ბავშვი ერთ-ერთი თუ მოგდება ხო მატარებელი გადაუვლის საქართველოს მთავრობა კიდევ 20 წელი არ შეიცვალა აუჩები ვედა 20 კი არა 40 კაცო ორი ბავშვია მე თუ გითხა მე აქვს როგორი პოლიტიკური გემოვნება გაქვს მაგრამ თან ვიცოდე 20 წელი რომ მთავრობა შეიცვალა ყველა ძალიან ცუდი რამე მავნებელი რამე ყველა ვარიანტი მატარებელს აქვს ხმებოდა თავისუფალი სივრცე რო იცოთ ზოგადად ეგრე არის და აი 20%-იანი შანსი აქვს რომ გადარჩნენ 20% არის 20% ნოლს ხო ჯობია ნოლს ჯობია ავიგე მაგრამ მეგობარი ახალი მაინც ანუ ისედაც არ აქვს შანსი რომ გადარჩნენ რა შეიძლება დენმა და არტყას იმ რელსებზე როდგანან ზიან ფუტკრები მოკლავენ იქით რომ გავატარო ეს მატარებელი ცუდ ადამიანს გავისტუმრებ იქითკენ და კიდე ერთ ადამიანს ვათავისუფლებ იქიდან ქალს რომელიც დატანჯული არის მეუღლის იმით რა მოურე აქ პატარა ბავშვების სიცოცხლეთ არც ერთი იქით ყოფი არღის არაფრად ჩემი აზრით რა და პლუს მაგას ის $100,000 არაფრად არღის თუ კი არსებობს ამ პატარა ბავშვების გადარჩენის რაიმე შანსი და ასევე მით უმეტეს აქეთ ჩემი საუკეთესო მეგობარი დაიქათა აბა ახლა რას ფიქრობ აქეთ ჩემი საუკეთესო მეგობარი დგას ამავდროულად აუცილებლად აქეთკენ გადავიხრები მაგრამ მე ახლა გეტყვი ნახე აქეთ რო გახვიდე ერთ-ერთ არგუმენტს კიდე მოვისმენ რატო არ უნდა გადავიარო თქვენს ლიანდაგზე გეუბნები ახლა აბა რას აგიხსნი თავიდან ბოლომდე შეხვარ ის ლიანდაგი რო დატოვო მე ვარ $100,000 ხომ მიიღებ 4 ადამიანის უკვე 5 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ ისინი არ ვიცი ვინები არიან 5 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ შენ თუ ეგრე შეკრივა გული იმ ადამიანზე რომ მე 5 ადამიანზეა საუბარი 4 და კიდე 1 აი მევალეზეა საუბარი ხო და იმ ადამიანს შენ თუ ეგრე შეკრივა გული იმას დააჭერინებ და $20,000 იმ $100,000-დან მისცემ იმ ქალს და ახალ სიცოცხლეს დააწყებიეთ შენ თუ ზანგი და $100,000
არა, ეხა უყურე. აქეთ ამ კაცმა გადაუყურეს. მე ის ფული ხო არ განადგურდება იქვე დარჩება. ნახე, ჩემოდან ხელში უჭირავს. მინდა ლავი წავიღებ. ეხა ეგ უკვე ეხა თუ ამდენი არა, მაწალა და ნახე, იგომეს თუ გადაუარე, არა, ნახე ხვალ გაძლევს ეგ. მაინც აზია. ხო, ხვალ გაძლევს. არა, არ მოგდა. კარგი ვიყავით, მოინდო. არა, ნახე. და აქ ბრო, chill, ერთად გასწავლე რა. 20% გადარჩენის შანსი აქვს. ბიჭო, 1% თუ არსებობდეს გადარჩენ, რატომ შენ კლავენ. ვერ მონკლავენ. ანუ შენ აგრესიას გადავლით 6 ადამიანს კლავ, კაი ერთის მე თუ ჩემს საუკეთესო შენ ვტები. საუკეთესო მეგობარს თუ გადავარჩენ და 3 წლის ორ ბავშვს გადავარჩენ, მე დავიღუპო. ეს დაიმახსოვრდა გოგო. ვა, იმენა აი გადაგვიარა პროსტა, იმიტომ რომ ბოხები რანაირად ბოხმიანი აგე რა. ფოლქშია. მე უნდა შევდება. შევდება? ლუკა, ნახე. აბა. ხაჭაპური და ევს. მიმტანი რომელსაც შენთვის მოაქვს ხინკალი. ხინკლის დედავატირე. შეჭება სახლის მიმტანია, გარეშე. სახლის გარეშე. რა გიდა ხინკალი შეჭება. შენი სახლის. თან გაითვალისე, მან სახს შიგნით ვინ არის? კიდე კითხვის ნიშნის ნუ ქვეშ. ადამიანია ეხლა. ბიჭო, შიგნით ვაკაცები ვზივართ. სახლის არის. რადგან ვიხავი კაცი შეჭება. ახლა უყურე ლუკა რა ხდება. ეპიცები ლუკა რა. შენ რო არ წყვეტე ხო რა, შენ და გადაწყვეტო საიცალა. რა უნდა მინდას ლიანდაგზე? ბავშვებს აუდოდა, წეღარ შიგ ხვაცრო თამაშობს. ბავში არის არ მოეკითხება ბავშვს რა აზრი და შეიძლება ლიანდაგზე ფეხით. სადიყვნენ მაგის შობლები. ლიანდაგზე ფეხით თუ მოაქვს ამას ხინკალი გაციუდება სამ ჩვენამდე. ხო. ეგეც გაითვალისწინე. ჩემი სახლი არა. ბიჭო. წარმოიდგინე რომ არის გაჩუმდი. ხის სახლი რა, მე ყალას სახლი. დებიათ ხარ ხო? ერთი. რა კითხვა დაუწა, არა მადი არა. რა კითხვა და ეს სისული. მე არ უნდა გიპასუხოთ ეგეთ რაღაცას. ეს სისული. სულად გამოიყენა. უეჭველი ეგ. ეგა უეჭველი ბიჭო ფიქრო. ვართა ფიქრობ ეს? ესე ძალიან ძლიერი. აუ, არა. თუ იქით მოგება თუ გიდერი არის. ყველავარია. ჩათ თქვენ მან დაალაიქეთ თქვა უნდა ეს ვიდეო, იმიტომ რომ და გამოვიწეროთ ახლა დავეხმაროთ. განსხვავებულ კონტენტს აკეთებს ახლა და დაუხოსოთ ყველა. მადლობთ. მედი ერთობით ყველანი და ჯერ თქვენ თქვენ ჩვენ დებთ. ჩვენდეთ. ლუკა, მომისმინე შენ ახალი წლის ალბათ ამ მომენტში არ გჯერა. წარმოიდგინე. ახალი წლის? ახალი წლის რა და ახალი საუბარს ორგანო ის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახალი წელი მოვა. მაგრამ მინდა გაგახარო ლუკა რა. რა ხდება ახლა? უყურე. იმ ლიანდაგზე აღმოჩნდება თავარი ახალი წლის შემოქმედი თოვლის ბაბუ, რომელიც მთელ სოფლიოში დატოვებს ბავშვებს საჩუქრის გარეშე. და თუ კი თოვლის ბაბუ არ არსებობს, ახალი წელიც არ არსებობს. ეგ იცოდე. გაიგე? თოვლის ბაბუის გარეშე ახალი წელი არ არსებობს. პედი მიდი. იმიტომ რომ ანუ აქეთ ბაბუა და იქით ბებია. თოვლის ბებია? აქეთ თოვლის ბაბუა არის და აქეთ ბებია. ვა. ეხლა ეს რაღაცას გეტყვი. ბებია შენი, რომელსაც ისედაც უწევს. ბიჭო, კაი. ვიღაცას არ მომწონდა. მე ვიცი უკვე. მე ვიცი უკვე საერთოდ წავა. მომიწია. აღარ დადოთ არაფერი. აუ არ ვიცი როგორ უყარ ბებია, ეგეც არ ვიცი. ბებია მე ძალიან. მაგრამ ძალიან. თოვლის ბაბუა და ახალი წლის გარეშე თელესოფლის დატოვება ჯობია და სახლის გარეშე დარჩენა. ორი ადამიანი შეეძლება. სად გინდა ბებიაში რო ყავდეს შენ სახლი არ გეკნება. ღიაცის ქვეშ. სახლი ბებია, სახლი ვარგან ბებია რა გიგო. სექტანტები იყვარს. გააჩნია სექტანტს ხა. ახალგაზრდები? აი რანაირი კითხვაა ეს. სექტანტი ახალგაზრდები, რომლებიც ადამიანის ხუებს შეწირვას აპირებენ. როგორ? სექტანტი ახალგაზრდები, რომლებიც ადამიანის ხუებს შეწირვას ამათ აპირებენ. არაფერი შედება ჩემი აზრით. უკა აპირებენ, არ გაუკეთებიათ. შენ არ გაუკეთებია ეგ მართალია. მედია გზადა. ჩემს ახლა იქ კონტრასტი. ამას სახიფას ეხა ახლა გაგებოთ. ეგეც შეიძლება. ჯერ არ შეუწირავთ არავინ? აპირებენ, გიპირებენ, უპირებენ. სექტანტები თუ არიან, ანუ ახალი ჩამოყალიბებული სექტაა. მოსყიდული პოლიციელი, რომელიც აპირებს რომ მკვლელობა შეგტენოს. ვა. ვაი, და სამაგად ბებია ცხალი ხება. მე ვინ მოუგლის? კალა. უსახლოდ შეტენოს კი არისთავს გამოუვა. შენ წარმოიდგინე, მაგიცავ. ბებიისთვის სამხედრო სტრესი იქნება, რომ ხო, შვილი ჩაიძრა. შვილი ციხეში ჩაჯდა, მარტო ნერვიულობა მოკლა. სახლი აღარ არის სახლი და აღარ ახალი წელი არ და არის. მაგის გამო ბებია მისუნა გაისტუმროს. ერთ წუთი.
მაპატი ცოტა ცივად მიწევს აზროვნება მომეჩი მეგობრებო მაგრამ რომს მოუწიოს საკუთარი სიცოცხლის დათმობა გარწმუნებული ვარ უმეტესი ბებია მაგას იცავს კი ბატონო იცი რატო იმიტომ რომ მან მისი ცხოვრება ნახა უკვე გაიარა და ბოლო ჟამია მოდი ცოტნები საუბრობთ აბა ვიქნებ არ ვიცი ცოტა შეგვეთა წარმოიდგინე უკვე ესეც ხვაპირებს ყოველთვის შეტანებას ესეც აპირებენ რომე ჩადენა ან ორივე ჩათვალე რომ მოხდება ან არც ერთ ჩათვალე რომ მოხდება რა რატო არ უნდა ჩავთვალო მაშინ ესეც ჩათვალე რომ მოხდება არა სხვაბრად ხო ჩათვალე აუ რო შეომტენის ამას მე მემცნობენ დამნაშავე შეტანის და მე არა იქნება ვერ დაამტკიცონ ხო მაშინ იქნება ისინი ხო შანსი არის მაგრამ მაგას კი ბატონო ბებია შენ რა სიტყვა და სახლი და ეგ ბებიას რა მიპოვოთ მანდა აუ ძალიან ძიმე კარტი შეიძლება შემოვითავ და ანუ გვაპატიეთ აქედანო ხალხო რასაც გავაკეთებ ახლა მე და ცოტნე გვაპატიეთ კნო ცუდი ამბავი მომშენთვის ბოდიში მაგრამ მეგორი კუდები იქნა განუკურნებელი სიმსინეჭის ბებიაში ო რა გაგეხსნა ბიჭო ბოდიში ლუკა ვა ვახჩი ბოდიში რა გადაწყვეტილებას არ უნდა მიიღო გაგიგე ჩვენ გაგიგე მაგრამ გაგიჭირდება მაინც იქით აქეთ გადავლა იმიტომ რომ დენი რადგან ეს ადამიანი რომელსაც ჩვენთვის ცხელი ხინკალი მოაქვს ცოცხალ ადამიანს რომელსაც ეს ადამიანი არა მარტო შენ არამედ სოფლიოში მშილს სამ წელში აღმოფხრის საერთოდ რითი 20 ხინკლით უგადაირია ბიჭო რა მოცემულობა ეგა აბსურდია ხომდა და შეგეგმა რომელსაც დაამორჩოს მოდოს ევრა დიდ ადამიანებს ვერ შე და იქნება მუხლში ჭირდა მუხლით შო მორჩა რა გინდა ისეთი რა მნიშვნელობა? დანაყრება თუ სიხარული და ბედნიერება არ გექნება განუკურნებელი სიმსინე რას ნიშნავს ახალ წელს თუ სოფელი სიხარული არ ეკონე არა ვიცი რა ავტომატურად გასტუმრებული ადამიანი არა შის სოფლიოში ვერაფერი ვერ გაგკურნოს ბალს ჯობია უახალოს ხო ანუ ერთ-ერთი ადამიანი მაგას ვერ მოაგვარებს ეს არის დროებით რამდენი ოჯახია რამან რამაგრე იქნება მე ნახე იქნება სიმსუქნის პრობლემები სიმსუქნის პრობლემები აი სიმსუქნის ბიჭო რამდენი ბავშვი არის ახალწელს ბიჭო ის საჭმელი არა უნდა ბოზინახი რა არა თუნდაც ახალი წელი თორეს მოგოთ ვერ იქნება შენ როდის ნახე მოვლა ვაში ყავს და ნახე შენ აქ არსებობს თოლის ბაბუ არ არსებობს არაფერი არ გაფუჭდება სამყაროში რო იარსებობს არა უშ რა არ გაფუჭდება არ გაფუჭდება არ გაფუჭდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია დედასაც შევეცი თუ ბავშვები იყვნენ შიმშილები ახალწელს და ყოველ დღეს საერთოდ რამდენი ბავშვი შიმშილები თუ შენ იყვნენ რატო წყენა ქნა მოიცა ალე კანკალა დაიცა არ გამიკეთე წყენა არ გამიკეთებია რა ბავშვი ბიჭო შეფიდო მომისმინე ეს ერჯერადად იზავს წენა არ მაყურებს ანუ შიმშილს ანუ ესე მასშტაბურად გრძელ ვადიან პერსპექტივაში ვერაფერი ვერ მოაგვარებს შანსი არა მე შანსი არ არის მაგრამ მოკლე ვადაშიც არა იმდენად ანუ არ გლობალური პრობლემა არის რომელსაც მოკლე ვადაში მაინც მოგვარებს მოკლე ვადაში ერთი დღე რომ მე აი ბიჭო აგვარებს ერთი დღე რომ აძღარი ვარ და მეოთხე შიმშილის გამკვდები ეგეც ცხოვრების დედა შევეცი რა თქმა უნდა ერთი დღე რომ ისა ეგ დამარცხებას არის არა ეხა უყურე ლუკა ბაგეთ ვერ მოაწყვეტ მე რომ შეერივა ჩემი ორგანიზმი მიჩვეულია შიმშილს მე რომ ერთხელ მაჭვე მე დაგე სერიული კვლელი გავხდები და გადაული ყველაფერი ეს ის რას ნიშნავს? ეგ იმას ნიშნავს. შენ რა იცი იქნება რაღაც ჩაგიდგას და სკაპ აღარ მოგშივდეს. პროსტა საჭმელიც აღარ იმასხეს. ანუ აღარ მოგშივდება. ეგ კი არა ერთ დღეს მაგრა აჭმევს ყველას და დამარცხება არა შიმშილის. ხო ანუ სიმშილის დამარცხება ეგ არა. ეგ არის ნახირეებია რა აბო ტენვა მუცლის. შენ რო გადაატარო იქით მინიმუმ ბებიაშენი მაინც ამა საზოგადოება არ გაპატიებს და მკვლელი სახელი როცა გააქვს არავინ არ გედობა შანსი არ აქვს და იღავი მაგარი უსახკარო სასახო შევერ დაიწყებ გალოტები გაბოროტდები მე შენ ჩაიდნენ დანაშაულს იქნება იმიტომ არ პასუხობ რომ ვიცი ახლა საერთოდ ბიჭო იქნება შეატენა მკვლელობა ამბობს ადებს ხელს ამან მოკლა იურისტი არ ყავს ადვოკატი არ ყავს ამ ადამიანს სახლი არა სახლი არა კარი არა რაიცი იურისტი ჩემი ბები აყავს ყურნალობაში გადავიდა და ხარჭავთელი ბები აყავს ხო ყავს და ბედნიერია ძმაო
ღირებული ბავშვების ბავშვიერია და კვდება და ახალწელს. ანუ რეალობაში მკვლელია ტიპი. და 2 წლით რო ხედავს იმ თოვლის ბავშვს. რა სიზახი? შენ ირჩევ რომ მკვლელი იყო ბიჭო? რას ლაპარაკობს? ჩუკ. თითქოს ის მეგობრებო. დარჩა უსახოთ. ბიჭო ძალიან რთული იყო ბებიამისი ბებიამისაც ვერ დაემშვიდობა ციხეში ამოუყვა. ციხეში ორი წამი რო გავიხადო. მკვლელი სახელი შეგეკეთა. ძალიან რთული იქნებოდა. ბებია შენი ანუ ბენი. ჩვენ დიადაგზე არის მომგები ლატარის ბილეთ, მომგებიან ბილეთ ლატარის. ო, ძალიან მშვენიერი. ანუ ოჩვენი იგებს. ანუ ადამიანი არ არის. ადამიანი რა ოჩვენი იგებს. და მომითი. ეს ადამიანი არ არის ანუ. და იქით რო იყოს ძალიან ბევრი ადამიანი. რამდენ ადამიანს დაეხმარება ამ ძალიან ბევრი ადამიანი რო იყოს იქით და გააჩნია როგორი ადამიანები არიან იქ. აი მაგალითად დასაფლავებისკენ მიმავალი ჭირისუფლები რო იყვნენ. ეს არის დაახლოებით 200-მდე ადამიანი. ნუ გააჩნია დასაფლავება შეიძლება 400-იც. არ იცი სამი კაცია. სამი კაცი რანაირად შეხედა. დავთვალოთ მაშინ რამდენია ობიექტურები. ეგ რაც ჩანან მაგ. 1 2 3 4 დარჩები მანქანა კარგი ეს. $2 მილიონს იგებ გაითვალისწინე. 10-ნი არიან ზუსტად. მე არ მგონია რომ ბენი ეგეთი იგო. მაგრამ რომელი არიან სასწავლე და არც ერთი ფული არ ამ არის. ორში მესმის. არა, მესმის. არა, მე აი ახლა რომ დაგედოთ მაგალითად კაცი ჭამია მუტანტები, რომლებიც შენ გიპირებენ მოკლას და ხელშეს ოჯახს, ეგ რო გეთქვა რა არის. აბა ბატონო, დაბა. დიახ ისმეთ. ერთ რაღაცას გეტყვი რა. მოусმენ. მეშინია. ერთ რაღაცას გეტყვი რა. ამ ცხოვრებაში. ამ ცხოვრებაში. ყველაფერი წარმოგვიდგა. მიგანახე. თუმცა ცხოვრების დილების კარნავალი. საერთოდ ჩვენ თავზე არ უნდა ვიყოთ ძალიან ჩაციკლულები. ჩვენ თავზე არ უნდა ვიყოთ საერთოდ ჩაციკლულები. კარგი, ესენი მაწვევიან იმაზე რა. ჩვენი მეორე ნახევრები ჩვენი მეორე ნახევრები ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ძალიან ჩვენ. მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩვენ ცხოვრებაში. თქვენ ძმაკაცებთან ერთად, ერთმანეთს ვილაპარაკეთ. დიახ. ძმაკაცებთან ერთად მეუღლეს მეტი თუ არა მინიმუმ ტოლობა უჭირავს ამ შემთხვევაში. შენი მომავალი მეუღლე. უჩემი აზრი არა. ხო, ხახლათან მოდის ეგ. ხო. ხდები რამდენ ამის კაცი რა. რო შემოვიყვანოთ შეიძლება. დავი, პატარა გოგო რომელიც ბებოსთან შოკოლადებს მიარმენებს. აბა თუ მოკლავე რა ვიცი ნო. და მე არ ბენინებს. დარწმუნებული ვარ. შენს მომა მეუღლეს ვკითხო, კითხვის მე გადამიარებ. ოღონდ ეს უნდა. არა, ერთია შენი მეუღლე და პატარა ბავშვი. მეორეა შენ ვის გაწირავ. მეუღლის გაწირვა იქნება აბსოლუტური დებილობა. ვიც არ უნდა იდგეს იქით. არა, მე მაინც შენი მომავალი შვილების დედა, მომავალი. აი რომელიც აუცილებლად რომ იქნება. მარიც რატო არ როგორ წაიმართება იქ ყველაფერი და ოჯახი რადეხანში დაინგრევა და რადე ბიჭო, იქნება დაინგრევა. ვაფშე დაშორდნენ ერთ თვეში. არ დაშორდები. ეგ რაღაც უშუალოდ არ ვიცი. ბენი, უთხარი. შენი ახლა ვინარი ტოპ 3 ყველაზე ბოროტი ადამიანი მსოფლიოში? რაბანა რაბანა. რაბანა ხო არა. რატო ამის ბებია რო შევწირე მაგით. მართლა აი გლობალურად შეხედა. გლობალურად ყველაზე ბოროტი ადამიანები. 3. პუტინი, ეგ ერთი. პუტინი, კინჩანინი. მაგის მაგვინდოდა ზმაო, მე მაგი მინდოდა მეორე ადამიანი, ყველაზე ბოროტი. ყველაზე ნაძირალა კაცი. მეორე რო არ დაბადებულა ეგეთი, აი ეგ. მესამე რაღაც დაბადებულა ჩემი ბევრი აი დაბადებულა. მე მაგას ძალიან მაგარი კონტრარგუმენტი მეც მაგარი მაგათ. ვიცი რაღაც, მაგრამ მაგას ვკიდაპარაკებ. აი, შენ როგორც იუთუბერს და როგორც ერთ-ერთ ცნობილ ადამიანს, შენთვის ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა შენს საიდუმლოებს, ის პირადი რაღაცები, რაც რომ არ უნდა გამოვიდეს დღის შუქზე და არავის საქმე არ არის საერთოდ. არაფერი არ აქვს ისეთი ჩემპიონისაც. ყველას გვაქვს ჩვენი ხიხიერი საიდუმლოები არა, მაგრამ პირადი ალბათ. რაღაც ამ შემთხვევაში საიდუმლო გაქვს. ანახი, კარგი თქვა. ეს არის ადამიანი, უცნობი ადამიანი, რომელსაც შენი ყველა საიდუმლო იცის. მაგის გამო და მე იცის ხო არა ცნობი ბაზა. ადამიანი, რომელიც აუცილებლად იცის და იცის. საიდან იცის? ადამიანი, რომელიც ეხლა აი ესე შეგიკრეს, რომ მიაკონტრუშებს თურმე იქ რაღაც. შოკოლადები მიაგ ბებიასთან. ამ დროს შენი ოჯახი ყავს მძევლად. ბავშვს კი ბატონო. საგაგიჭირდება. მაგრამ შეიძლება ამოქაჩოთ რომ აი ეს მოუვიდეს და ტყუილიაო ესე ეწეროს აქ.
ზუსტად თუ გადაარჩენ ყველაფერს გააკეთებ შენი გულისთვის. ანერეთ არის ზუსტად ეგ. ყველაფერს გააკეთებ და ოჯახი ხდება გადაარჩენს და საომავლო თემა. ნახე, ეს არის საომავლო თემა, რომ ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ ჩემ ოჯახს პირველ რიგში რატო შეეხო საერთოდ? რა თქმა უნდა. სწორი ლოგიკა. ბავშვი ეხეს მეგობრებო. ბავშვია შენ შეცდომა მოვიდა. პირველ რიგში არ უნდა შეხებოდა ჩემს ოჯახს. მიცეხება. ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერი გაიკეთოს ტრაქში ამ ბავშვმა, მეგობრებო. აი აქეთ გადმოვედი. ყველაფერს გააკეთებ, თავსაც მოიკლავდა, შენს გამო ოჯახს მოიკლას კი არა, რაც უნდა გადაარჩენდა და წავიდო და კიმჩილიშაც მოკლავდა. დავდებდეთ აზრი რა. ზეულად არ უნდა იმას. და მოიგო ლუკა. იყო რა. ოჩა. აი ლატარეის ბილეთი, აი ლატარეის ბილეთი. ოჩა. მეორე დღე შენ და ჩვენ სამი გავედით. მაგარი ბანზი კარტი შევხვდა, იმენ არაფერს მომწევ. კარგი იყო, ვიხარით. აი წეღამბი, ამის ბების კულელობას ვამართლებდი ბაძზე. გეხოცები, იმენა, საშინელება იყო, რაც მე ვიკადე. ჯო, მარტო ამითი რა დაგეწყო და 20 კაცი დგას მარტო შეგვარია და შეყვარებული და კემჩილილია მოგდა. მაგარი პროპაგანდისტი ვიკდებოდა. აბსოლუტურად ამოგვივიდა კიდე. ოღოები, რომელიც სულ დაკვენა და ჰაკერი, რომელიც ანგარიშებს გაკეთებდა. ჩვენც მაგარი ჩვენ რა ვქნა, იცი, ძალიან სექსუალურია. და ფიქრობს რომ რუსეთი ოკუპანტი არა. აი კიმჩენის დაგედო მე და. აკაც დებილობ. აღარ წარმოგიდგენთ ძალიან სექსუალური აქტი. აი კიმჩენის. აქ უნდა ბანანის ხე. ხვალ რაღაც შემოსეთი. და საყვარელი ბანანის ხე დაგედო უეჭველი მაგრამ. ბოლო ბანანის ხე. აქ რა ქონდა? უეჭველი გადავარჩენდი ბანანის. ერთ წამით, მადლობა პოდკასტ არის სადაც წერთ. და მადლობა არომას, რომელსაც თქვენ ყველას ზოგს მანქანა არ ყავს, ზოგს ეყოლება. ვისაც არ ყავს მე გადმომილოცეთ. და ავტოპარკების ცნობილი ბრენდული სულამოების სულები ხდებათ. მანქანაში, სახში, რა ვიცი. ზოგი სადიყენებს? ვაჰ, გაიხარეთ. ლუკას მალე ახალ მანქანას კიდევ ხდება. მე მაქვს უკვე ეს მეორესაც ჩამოვიდებ იქ. ბევრია ხო? მე მგონი აწევ შენ ამ ადამიანს ბევრს. და მე გამარჯვებული ვარ, არ მეგობრებო. გამოიწერეთ ეს კაცი. გაახარეთ, ვიდეო დალაიქეთ და კომენტარებს დაწერეთ. რამდენად ეთახვევით რაბანას მოსაზრებებს. ოღონდ თამაში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გარეთ ეს ადამიანი ესე არ ფიქრობს. მე მიხარია, აბა ადამიანს არ გადაარჩენი. მე მიხარია რომ რაბანასთან ერთად რო ვიყავი წავაგი. დაბოლზუე. ეს დავინახე მოხუც აძლევდა ფულს რაბანა ხარებოდა. შენ მეგონი რივერსში ნახე არ თმევდა. ირიქითია. ეგ არ თმევდა. დამონტაჟებულია AI-ის იმაზე ყველაფერი. ეხა ამ ვიდეოშიც AI-ია. ვაი ვაი. საგავერთ, მადლობა. მადლობა. აი ხარ.